2025 წლის 9 თვეს სადაზღვეო სექტორმა გაზრდილი მოზიდული პრემიით, თუმცა შემცირებული წმინდა მოგებით დაასრულა. ბაზარზე მოქმედმა 19-მა სადაზღვეო კომპანიამ ჯამურად იანვარ-სექტემბრის პერიოდში თითქმის მილიარდ 100 მილიონი ლარის მოცულობის პრემია მოიზიდა, რაც წლიურად 11.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. თუმცა 2 მილიონი ლარით 113 მილიონ ლარამდე იყო შემცირებული წმინდა მოგება. სადაზღვეო კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ 9 თვის მონაცემებით სექტორის ზრდის ტემპი შედარებით შენელებულ დონეზე რჩება. არდის გენერალური დირექტორის განმარტებით, როგორც ჯანმრთელობის, ასევე ავტოდაზღვევის ნაწილში მოზიდული პრემია უფრო მეტად ფასების ზრდის ხარჯზე იზრდება და ნაკლებად დაზღვეულთა რაოდენობით. რაც შეეხება შემცირებულ წმინდა მოგებას, მიხეილ ჯაფარიძე განმარტავს, რომ ამისი მიზეზი კომპანიების გაზრდილი საოპერაციო ხარჯებია. ბაზარმა შედარებით შეანება ზრდის ტემპი, რაც სხვა პერიოდთან შედარებით განსხვავებული მოცემულობაა. გულისხმობ იმას, რომ ანალოგიურ პერიოდში ქონდა ხოლმე დაახლოებით 17-18% ზრდა, ეხლა გვაქვს დაახლოებით 11%-ზე ოდნავ მეტი. მაგალითად, მედიცინაში დაზღვეულთა რაოდენობა 4%-ით გაიზარდა, ხო? ანუ მოცულობაში გაიზარდა 11%-ით ბაზარი. იგივენად ავტოდაზღვევად მოცულობაში 20%-ით გაიზარდა, დაზღვეული ავტომობილის რაოდენობა გაიზარდა 9%-ით, მაგალითად. ანუ რეალურად ფასის გაძვირების ეფექტი აქ აშკარად ჩანს, იმიტომ რომ უფრო ნაკლები ტემპით იზრდება დაზღვეულთა რაოდენობა. იმის დამიხოთ, რომ ბაზარი გაიზარდა 11%, ხო, მოგება პირიქით შემცირდა. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიებს საოპერაციო დანახარჯები ეზრდებათ, ანუ ეზრდებათ ხარჯები იმ უშუალოდ ოპერირებაზე, ეს იქნება ხელფასები სხვა ტიპის ხარჯები, რომელიც კომპანიის აუცილებელია. იმას, რომ დაზღვევის სხვადასხვა სახეობაში ზრდის ტემპი შედარებით ნელია, ოფიციალური მონაცემებიც ადასტურებს. 2025 წლის 9 თვის მონაცემებით, კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობა წლიურად მხოლოდ 4%-ით 782,035-მდე იყო გაზრდილი. ამ დროისთვის ჯანმრთელობის კერძო დაზღვევით მოსახლეობის 21% სარგებლობს. შედარებით ნელი ტემპით იზრდება დაზღვეული ავტომობილების რაოდენობაც და ამ ეტაპზე ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 8%-ია დაზღვეული. რაც შეეხება სადაზღვეო პოლისების ფასებს, სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პაკეტების გაძვირების ტემპი ბაზარზე არსებული ინფლაციის მაჩვენებლებს ჩამორჩება, როგორც ჯანმრთელობის, ასევე ავტოდაზღვევის ნაწილში. მიუხედავად იმისა, რომ მოზიდული პრემია 100 მილიონითაა დაახლოებით გაზრდილი, წმინდა მოგების პარამეტრი, როგორც თქვენ ხედავთ, შემცირებულია, ესეც ნიშნავს, რომ თვითონ დაზღვევის გამომუშავების ზარალების ნაწილი იზრდება და ესე ვთქვათ, ძალიან დიდი კონკურენციის გამო სადაზღვეო ფასი ვერ ასწრებს იმ ნიშნულამდე მიდევნებას, როგორც ვთქვათ, ზარალების პარამეტრები იზრდება. ესეც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ იგივე რაც მე ვახსენე, რომ მაგალითად სამედიცინო მიმართულებით ინფლაციური მოვლენები უფრო მაღალია ვიდრე სადაზღვეო პრემიის ნაწილში და ვთქვათ, იგივე ავტოშეკეთების ნაწილშიც ასევე მაღალი არის ფასების დინამიკა. ერთია ფასების და მეორეა მოხმარების ნაწილი, ანუ სიხშირის ზრდა იწვევს ხოლმე ასევე ფასების ზრდას, რაც მოსახლეობა უფრო აქტიურად იყენებს დაზღვევას, შესაბამისად იზრდება ხოლმე ფასებიც, ამიტომ ორი კონტრიბუტორი გაქვს, ამიტომ ფასის ზრდის ის ნიუანსები, რაც ახლა ბოლო პერიოდში საქსტატმა და ევროპამ გამოაქვეყნა, ჯერჯერობით ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასახული აქ არ არის, იმიტომ რომ მოხმარების გაზრდა, სიხშირის გაზრდა უფრო მეტად ასახულია ამ 11%-ში, ვიდრე ასე ვთქვათ, სამედიცინო დანახარჯების ზრდა. ეს ალბათ მოგვიანებით უფრო მეტად აისახება. ბაზრის მონაწილეების წინასწარი გათვლებით 2025 წელს მთლიანობაში სადაზღვეო სექტორის მიერ მოზიდული პრემიის მოცულობა მილიარდ ნახევრიან ნიშნულს მიაღწევს. თუმცა სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სადაზღვეო ბაზარს ზრდის გაცილებით მაღალი პოტენციალი აქვს. ბაზრის მონაწილეების ნაწილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით ეგრეთ წოდებული დაშენებული პაკეტები აღდგეს, რაც იმას გულისხმობს, რომ მოქალაქეებს უნდა ქონდეთ საშუალება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პარალელურად კერძო დაზღვევის შემავსებელი პაკეტებით ისარგებლონ. ბაზრის მონაწილეების ნაწილი კი ფიქრობს, რომ დროა მსჯელობა დაიწყოს დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევის შემოღებაზე, რაც მათი შეფასებით სამედიცინო დაზღვევის პაკეტების ფასებს უფრო პროგნოზირებას გახდის. ჯანმრთელობის დაზღვევაზე მოთხოვნა ცხადია გაიზრდება, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინფლაციური მდგენელი ფასებში აქვს სამედიცინო განფასებებს, არა მარტო წამლებს, არამედ სერვისებსაც. ამიტომ ეს მოთხოვნა ძალაში რჩება და თუ დასაქმებულთა სამედიცინო დაზღვევაზე გადავალთ, იქ მინიმალური პაკეტიც ადვილი განსასაზღვრი იქნება და შესაძლებლობაც მეტი იქნება, იმიტომ რომ მოხდება ჯგუფურად, ასე ვთქვათ, დაზღვევა ყველა დასაქმებულისა. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, კასკოს ნაწილიც მცირედად იზრდება, მოგეხსენებათ,
ნუ ესეც ასე ვთქვათ ის საკითხები, რომელსაც დაზღვევის ინდუსტრია ელოდება, ისევ ასეთი ჩარჩოების ქვეშ იქნება, სანამ სავალდებულო დაზღვევა არ გამოვა ამ მიმართულებით. 1,5 მილიარდიან ნიშნულს მივაღწევთ წლის შედეგით. ანუ ის ზრდა იქნება დაახლოებით იმ დონეზე, რაც იყო ბოლო წლებში. თუ მოხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები სახელმწიფო პოლიტიკაში, მაშინ ეს უკვე სხვანაირად აისახება, მაგრამ უკვე მომავალ წელს. ამაზე სულ ლაპარაკობთ, რომ ჩაიხსნას ის შეზღუდვა, რომ შრომელ ადამიანებს საქართველოს, რომელიც დოულადს ქმნიან, კარგავენ სახელმწიფო პროგრამებს, როგორც კი იყიდიან დაზღვევას. მიუხედავად იმისა, რა დაზღვევას იყიდიან. ეს თემა უნდა ჩაიხსნას და ადამიანებმა უნდა შეძლონ ესე წოდებული დაშენება. 2025 წლის 9 თვის განმავლობაში მოზიდული პრემიის მიმართულებით 478 მილიონი ლარის პორტფელით პირველ ადგილზე კვლავ ჯანმრთელობის დაზღვევაა. მას მოსდევს სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა 226 მილიონიანი პორტფელით. ხუთეულში არის ასევე ქონების და სიცოცხლის დაზღვევა.